ამ თავყრილობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ფორსაითის ქუჩაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ხმისჩამწერი სტუდიაა East Side Sound. სტუდიის აღჭურვილობის ფასი 10-დან 12 მილიონ დოლარამდეა. შესაბამისად, აქ მხოლოდ აღიარებული მუსიკოსები მუშაობენ. Mariah Carey, Santana, Luther Vandross. ეს სტუდიის კლიენტთა არასრული სია. ერთი ალბომის ჩაწერაში ისინი რამდენიმე ასეულათას დოლარს იხდიან. თინათინ ჯაფარიძის მომავალ წარმატებაში დარწმუნებულმა მეპატრონემ ერიკ ელტერმანმა, როგორც პერსპექტიული პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა, მომღერალსა და მის პროდიუსერს სტუდია უსასყიდლოდ დაუთმო. პულტთან ცნობილი საქსოფონისტი და პროდიუსერი ჩიკო ფრიმანი ზის და ისევე როგორც თავის დროზე ენი ლენოქსსა და ჯგუფ Earth, Wind and Fire-ს წევრებს, დირექტივებს ახლა თინათინს აძლევს. 21 წლის თინუკას მომავალზე ერთდროულად 6 პროდიუსერი ზრუნავს. ჩიკო ერთ-ერთი მათგანია. ერთნიშნულოვნად გადაწყვეტილია, რომ თინათინის მხოლოდ გარეგნობით, ან სხეულის სხვადასხვა დეტალებით სპეკულაციას არ დავიწყებთ. მას ეს არ სჭირდება. მთავარია მისი მუსიკალური მონაცემები და შემდეგ მომხიბლელობა, ან სილამაზე. ორიენტირი ისეთ მომღერლებზე უნდა ავიღოთ, როგორებიც არიან შადე, არეტა ფრანკლინი, მოგვიანებით ჩაკა ჰანი და სელინ დიონი. არავითარ შემთხვევაში ბრიტნი სპირსი ან აგილერა. არა, აგილერა კარგი მომღერალია. ან მაგალითად მადონა, მან ხომ სტილი შეიცვალა, ასე რომ ეს სარეალიც თავისუფალია. კიდევ ერთი სამუშაო დღე დასრულებულია. თუმცა დასვენებას მხოლოდ ჩიკო ფრიმანი მოახერხებს. თინათინი ახლა მეორე სტუდიაში უნდა წავიდეს. სტუდია Sound Q 6 თვის წინ გაიხსნა. მისი მისამართი გასაიდუმლოებულია, რათა ცნობილმა მომღერლებმა ფანებისგან თავი დაიხსნან და ნორმალურ პირობებში იმუშაონ. უახლოესი თვეების გრაფიკი მარტივია. ბობ ლადელუკა დღის პირველ ნახევარში ალიშა კეისსა და შელსისთან, ხოლო საღამოს 6 საათიდან თინათინთან მუშაობს. ახლა თინუკა იმავე სიმღერის რემიქსს ქმნის, რომლის ჩაწერა ჩიკოსთან დღეს დაასრულა. ბობიც პროექტ თინათინის ერთ-ერთი ინვესტორ პროდიუსერია. იტალიური წარმოშობის ამერიკელი ქართველის უპირატესობას მის წარმომავლობაში ხედავს. ინდივიდუალურობა უნდა შეინარჩუნოს. ეს ერთ-ერთი მისი უპირატესობაა. ის იქნება მსოფლიო მოქალაქე, განსხვავებული წარმოშობით და წარმატებული ქართველი პოპ მომღერალი. საერთოდ ვცდილობ, რომ მინიმალურად დავკარგო ჩემი სახელი, გვარი, საიდან ვარ, რა ვარ, იმიტომ რომ მე მგონი უკვე არასაინტერესო ხდება და არის როგორც პროდუქტი არტისტი. შეთხსული აბსოლუტურად და ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ნატურალური და ბუნებრივი იყოს ჩემი იმიჯიც და ჩემი სახელი. გიგანტ სონისა და პატარა კომპანია MPL-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებათაგან თინათინმა უკანასკნელი აირჩია. მიზეზი რამდენიმეა. ერთი კრის ნილი, მისი მთავარი პროდიუსერი, რომელიც მენეჯერთა და პროდიუსერთა არმიას ხელმძღვანელობს. მეორე და საპატიო MPL-ის ფლობელი თვით პოლ მაკარტნი, ხოლო მესამე მარტივი ლოგიკა. ყოველთვის დიდი კომპანია არ ნიშნავს იმას, რომ გაგიკეთებს თქვათ იგივეს, რასაც პატარა კომპანია შეუძლია, იმიტომ რომ პატარა კომპანიას აქვს ბევრი დრო, ყავთ ცოტა არტისტები და შეუძლიათ ბევრი დრო დაგითმან. კრის ნილთან შეხვედრამდე თინუკასთვის სიმღერა მხოლოდ გატაცება იყო. კრის ნილმა მისი მოსმენისთანავე მომავალ ჟურნალისტს პროფესიის შეცვლა და ევროპიდან ამერიკაში გადაბარგება ურჩია. თავად კი მისი მთავარი პროდიუსერი გახდა. კრის ნილი შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წარმომადგენელია. იესო ქრისტე სუპერსტარის ამავე სახელწოდების როკ ოპერაში იესოს როლის პირველი შემსრულებელი აქტიურ სცენას დიდი ხანია რაც ჩამოსცილდა და ვარსკვლავებთან მუშაობა დაიწყო. მის აქტივშია შერის, სელინ დიონის, როდ სტიუარტისა და სხვა შემსრულებელთა წარმატებული ალბომები. მომღერლის გარეგნულ იმიჯზე მისმა თანამემამულემ ნინი კეი მიზრუა. ქართველი დიზაინერის წყალობით თინუკა არა მარტო ხმის ტემბრით, არამედ ქუდითაც გამოირჩევა. თინუკას ამერიკაში მხოლოდ დედა, ქალბატონი ქეთი ახლავს. ჯაფარიძეების მომხიბლავი დესპანი თავისუფალ დროს მამას რუსეთში და საფრანგეთში, ხოლო ძმას სამშობლოში ეხმიანება. სიმღერებისთვის ტექსტებს წერს და პარალელურად უფროსი მეგობრის DG-ს იმეილებს პასუხობს. DG, ანუ დეივ გრუზინი 6 წლის წინ სრულიად შემთხვევით ინტერნეტით გაიცნო. მას შემდეგ მიწერ-მოწერა არ შეწყვეტილა. ცნობილი კომპოზიტორი ახალგაზრდა მომღერლის ამბებს ხშირად კითხულობს და რჩევა-დარიგებებსაც აძლევს. ამ ისტორიით ერთ-ერთი ცნობილი კინოპროდიუსერის დაინტერესდა და მხატვრული ფილმის გადაღება გადაწყვიტა. მთავარ როლზე მან თინუკა უკვე დაამტკიცა.
ვიდრე დენ ჯუნიორ დეპსი გავლენებს ართურს. ოკეანის გაღმა თავბრუდამხვევის ცხოვრების რიტმს კიდევ ერთი ქართველი ეჩვევა და მოთმინებით ელის. როდესაც იმცინდება მისი ვარსკვლავი.